შოკოლადის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Mars საკუთარი პროდუქცია უკან გააქვს. მიზეზი ტკბილეულში აღმოჩენილი პლასტიკატი გახდა. შემთხვევა გერმანიაში დაფიქსირდა, თუმცა კომპანიამ პროდუქციის 55 ქვეყნიდან გატანა გადაწყვეტა. რა მდგომარეობა საქართველოში და იყიდება თუ არა მაღაზიის დაახლებზე საფრთხის შემცველი შოკოლადები. ნახეთ გენო სიყმაშვილის რეპორტაჟი. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი. ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლიდანაც ამერიკულმა კომპანია Mars-მა საკუთარი პროდუქციის 6 თვის მარაგი უკან გაიწვია. მიზეზი კომპანია Mars-ის ჰოლანდიაში არსებული ეს ქარხანაა. სწორედ შოკოლადის დამამზადებელ ამ კომპანიაში ჩამოისხა შოკოლადი, რომელშიც გერმანელმა მომხმარებელმა პლასმასი აღმოაჩინა. ამიტომ ამ ქარხნიდან ექსპორტირებული ყველა პროდუქტი ბაზრიდან ამოღებული იქნება. მე ბევრ მსგავს პროდუქციას ვჭამდი, თუმცა ახლა მას შემდეგ რაც დედა გავხდი, ვცდილობ ორგანული საკვები მივიღო. განსაკუთრებით, როდესაც მსგავსი ინფორმაცია მესმის. ადრე იმასაც ამბობდნენ, რომ რძის ფხვნილში ცემენტი აღმოაჩინეს. ძირითადად ორგანულ პროდუქტებს ვჭამ, რადგან ეს უკეთესია ჩემი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ Mars-ის მსგავს ბრენდებს სრულად ვენდობი. ასეთი ინციდენტები შესაძლოა ორგანული საკვების მწარმოებელ ბრენდებსაც შეემთხვეს. კომპანია Mars-ი საერთო ჯამში საკუთარ პროდუქციას 55 ქვეყნიდან ამოიღებს, მაგრამ მათ შორის არ არის საქართველო. ჩვენს ქვეყანაში Mars-ის პროდუქციის ერთადერთი ოფიციალური შემომტანი შპს Master Trade-ია. კომპანიაში კი განმარტავენ, რომ საქართველოში შოკოლადები რუსეთში წარმოებული ქარხნიდან შემოაქვთ და შესაბამისად ნიდერლანდების ქარხანაში წარმოებული Mars-ის შოკოლადებს საქართველოსთან შემხებლობა არ აქვს. ამიტომ ქართული დახლებიდან პროდუქციის აღება არ მოხდება. Нет продукции, друзья, мы отзывать не будем. საქართველოდან პროდუქციას არ გავიტანთ, რადგან ამჯერად მიმდინარეობს მხოლოდ იმ პროდუქციის ამოღება, რომელიც ნიდერლანდების ქარხანაშია წარმოებული. საქართველოში რეალიზებული პროდუქტი კი რუსეთიდან შედის. ეს პროდუქტი არის აბსოლუტურად უნებელი მომხმარებლისთვის. ჩვენ უკან გავიტანეთ მხოლოდ ნიდერლანდებიდან შეტანილი პროდუქტი. ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ნაწარმში შესაძლოა იყოს პლასმასი. შესაძლოა ეს ასე არ არის, თუმცა ჩვენთვის კომპანიის რეპუტაცია ძვირფასია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ კი მცირე შანსიც კი არსებობს იმისა, რომ ნაწილში იყოს პლასმასი, გავიტანოთ პროდუქცია. სურსათის უმნებლობის კუთხით საქართველოს რაფისთან, ანუ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემასთან აქვს კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანგაშო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას საქართველო ევროპისგან იღებს. სწორედ ამ კომპანიამ შეატყობინა 55-ვე ქვეყანას შოკოლადების ამოღების საჭიროების შესახებ. სურსათის უმნებლობის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საქართველოში ექსპორტირებული Mars-ის პროდუქციასთან დაკავშირებით მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად საქართველოსთვის ესეთი ნოტიფიკაცია არ არსებობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ესეთი რაღაც არ არის. თუმცა როგორც მოახსენეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იმპორტერ კომპანიას ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა ინფორმაცია კონკრეტული პარტიების ჩვენებით, ანუ საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩვენებით, და ამ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება ეს, ჩვენ ურჩევთ მათ, რომ თავი შეიკავონ ესეთი პროდუქციის რეალიზაციისგან, ვიდრე საბოლოო შედეგები არ იქნება ცნობილი. წითელი პლასმასი გერმანიაში 8 იანვარს შეძენილ სნიკერსში აღმოაჩინეს. ნივთიერების გამოკვლევა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით შოკოლადში პლასტიფიკატორი აღმოჩნდა. თავდაპირველად პროდუქციის მხოლოდ გერმანიის ბაზრიდან ამოღება იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ შოკოლადი 55-ვე ქვეყნიდან იქნება ამოღებული და კომპანიის წარმოების ყველა ხაზს მოიცავს, მათ შორის Snickers, Mars და Walker-ის პროდუქციას.